გამარჯობა, ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. დახურული წერილი, რომელიც კურიერმა ექსკლუზიურად მოიპოვა. ევროპის სახალხო პარტია ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავს და საქართველოს მთავრობას სანქციებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს. ევროპარლამენტარების მიმართვამდე გავრცელდა საქართველოს შესახებ კრიტიკული სტატია, რომლის ერთ-ერთი ავტორი ილია რუბანისია. რუბანისი კი იმ კომპანიის მრჩეველია, რომლის წარმომადგენელიც ვიქტორ ყიფიანია. მართველი გუნდი დეზინფორმაციის მორიგ გავრცელებასა და საეჭვო დამთხოვებზე საუბრობს, რომლის მიზანიც ქვეყნის დისკრედიტაციაა. თემაზე მუშაობს ქეთი ზანთარაია და ის შემოერთდება ახლა კურიერის ეთერს. ქეთი, ეთერში ხარ. კურიერის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული წერილის შინაარსის გასაჯარავება არ იგეგმებოდა, თუმცა ჩვენ შევძელით ამ დახურული დოკუმენტის მოპოვება და გავეცანით ამ წერილის შინაარსს. ამ წერილის ავტორი არის ევროპის სახალხო პარტიის წევრი და საგარეო საკითხებზე მომუშავე პოლონელი პოლიტიკოსი ქშიშტოფ ბრეიზა, რომელიც ხშირად აკეთებს ხოლმე საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებებს და ხელისუფლების კრიტიკით აქტიურად გამოირჩევა. ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლების წერილის ადრესატი კი არის ევროკომისიის პრეზიდენტი. ისინი მოუწოდებენ ევროკომისიას საქართველოსთან დაკავშირებით მიიღოს კონკრეტული ზომები და ამოქმედოს კონკრეტული მექანიზმები, ვინაიდან წერილის ავტორები მიიჩნევენ და ამტკიცებენ იმას, რომ საქართველოს ტერიტორია გამოიყენება რუსეთისთვის სანქციების გვერდისავლისთვის. ამ წერილის შინაარსის ძირითადი ნაწილი ეფუძნება დაახლოებით 1 თვის წინ გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორიც არის, როგორც უკვე თქვენ აღნიშნეთ, ილია რუბანისი. ილია რუბანისი არის ანალიტიკოსი, რომელიც მუშაობს საქართველოსთან და არა მარტო საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეს პირი არის დაკავშირებული თავის მხრივ საქართველოში მოქმედ ორგანიზაცია GeoCase-თან, ვიქტორ ყიფიანის ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ გვერდზე. ჩვენ მოვიძიეთ, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია და ილია რუბანისი ამ ოფიციალურ ვებ გვერდზე წარმოდგენილი არის როგორც GeoCase-ის მრჩეველი. აი ეს ყველაფერი კი, რაზეც საუბარი არის როგორც ერთის მხრივ ევროპის სახალხო პარტიის მიერ მომზადებულ წერილში და ასევე იმ სტატიაზე, რომელიც საფუძვლად დაედო ამ წერილს, დღეს ჩვენ მოვისმინეთ არაერთი შეფასება პოლიტიკოსების მხრიდან. ბოლო ანალიზები აჩვენებს, რომ საქართველოს კრიტიკული ქვეყანა მზარდი სანქციების ბუშტში გახდა, რომელიც უპრეცედენტო შემზღუდავი ღონისძიებების მიუხედავად უზრუნველყოფს რუსეთის ეკონომიკურ, ლოგისტიკურ და ტექნოლოგიურ გამძლეობას. რეექსპორტის არხები იმდენად გაიზარდა, რომ საქართველომ 2024 წელს 2,4 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სატრანსპორტო საშუალებები გაიტანა, აქედან $500 მილიონ მეტი მხოლოდ 2025 წლის პირველ კვარტალში ყაზახეთსა და ყირგიზეთში. ეს არის კლასიკური არაპირდაპირი მარშრუტები რუსეთის ბაზარზე მას შემდეგ, რაც თბილისმა რუსეთსა და ბელარუსში პირდაპირ რეექსპორტზე კოსმეტიკური აკრძალვა დააწესა. კიდევ უფრო შემაშფოთებელია საქართველოს როლი ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანსფერის ხელშეწყობაში, რომელიც კრიტიკულია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის. 2022 წლიდან საქართველოში დარეგისტრირდა 30,000-ზე მეტი ახალი რუსული საკუთრების კომპანია. სულ კი რუსეთთან დაკავშირებული სუბიექტების რაოდენობამ 37,400 მიაღწია. რუსეთიდან საქართველოში შემოსული შემოსავლები, მათ შორის ფულადი გზავნილები, ტურიზმი და ექსპორტი 2023 წელს $3.1 მილიარდ აღწევდა. აქედან მხოლოდ ფულადი გზავნილები $1.5 მილიარდი იყო. კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რომ მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ მიიღო კანონმდებლობა, რომელიც სპეციალურად არის მიმართული აქტივების დაცვაზე დასავლური ზედამხედველობისგან. მათ შორის 2024 წლის მაისის ოფშორული კანონი, რომელიც ქვეყნის შიგნით მიწოდებულია როგორც შესაძლებლობა მათთვის, ვინც დასავლეთის მიერ სანქციების გამო ღელავს. ეს ხდება ქვეყანაში, რომელიც ჩვენს კავშირში გაწევრიანებას ცდილობს. ერთობლიობაში ეს პრაქტიკები აჩვენებს, რომ საქართველო არა მხოლოდ დაშორდება ევროკავშირის პოლიტიკურ და სარეგულაციო ორბიტას, ის აქტიურად იმკვიდრებს თავს სანქციების გვერდისავლის ეკოსისტემაში, რომელიც ამაგრებს რუსეთის სამხედრო მანქანას. ეს არ უკავშირდება საქართველოს საშინაო პოლიტიკას. ეს ეხება ევროპის უსაფრთხოებას, ჩვენი სანქციების სქემის მთლიანობას და კავშირის გაფართოების პროცესის სანდოობას. ქალბატონო
პრეზიდენტო, ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ კანდიდატმა ქვეყანამ შეარყიოს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძვლები. თუ ევროკავშირს შეუძლია შეზღუდვები დაუწესოს მინსკს რუსული აგრესიის ხელშეწყობისთვის, მაშინ იგივე სტანდარტები უნდა გავრცელდეს ქართული ოცნების რეჟიმის ხელშემწყობებზეც. ევროპარლამენტმა არაერთხელ გამოსცა გაფრთხილება ამ გაუარესების შესახებ. თუმცა ორი წევრი სახელმწიფო აგრძელებს საბჭოს დონეზე მნიშვნელოვანი ქმედებების დაბლოკვას, რაც აუცილებელს ხდის, რომ კომისიამ გამოიყენოს ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი, განსაკუთრებით ის, რაც ერთსულოვნებას არ მოითხოვს, როგორიცაა შეზღუდვითი ზომები ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, მიზანმიმართული მარეგულირებელი ქმედება კონკრეტული სექტორების მიმართ და გაძლიერებული მონიტორინგი გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში. მოვუწოდებთ კომისიას გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯები და უყოვნებლივ რათა აღმოფხვრას ეს მზარდი საფრთხე, გაამყაროს ევროკავშირის სანქციების მთლიანობა და მკაფიოდ აჩვენოს, რომ ევროპისკენ მიმავალი გზა შეუთავსებელია რუსეთის საომარი ძალის მხარდაჭერასთან. დეზინფორმაცია და სიცრუის მიზანმიმართული ტირაჟირება. ასეთი არის სახელისუფლებო გუნდის პოზიცია ევროპის სახალხო პარტიის მიერ მომზადებულ წერილთან დაკავშირებით. დღეს ქართული ოცნების ლიდერები საუბრობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ არაერთი ბრალდების მიუხედავად ევროკავშირს მოუწია თავად ეღიარებინა ის, რომ საქართველოს ტერიტორია არ გამოიყენება სანქციების გვერდისავლისთვის და დღეს მოვისმინეთ ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარისგან განცხადება იმის თაობაზე, რომ ვინც მსგავს ინფორმაციას ავრცელებს ან საკუთარ რესურსს აყენებინებს მსგავსი ინფორმაციის გავრცელებისთვის, ის ეწევა საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობას. ყველა მიცის, რომ რა თქმა უნდა ტყუილი არის და ეს დადასტურდა არაერთხელ იმ ისტერიის ფონზე, რომელიც უკრაინის ომის დაწყების დღიდანვე დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ, მოუწია თვითონ ეღიარებინა შემდეგ ევროკავშირს, რომ არანაირი ფაქტი, ერთი ფაქტიც ვერ ნახეს, რომ საქართველოს ტერიტორია გამოყენებული იყო სანქციების გვერდისავლისთვის. მეორე, რატომ უნდა სურს IPP-ის ამგვარი ტყუილის გავრცელება საქართველოსთან დაკავშირებით? ესეც მე მგონი ცხადი არის, რომ იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური დღისწესრიგი თავს მოახვიონ ქვეყანას, მოიყვანონ საკუთარი მარიონეტული ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში. შესაბამისად, როდესაც უცხო პოლიტიკური ორგანიზაცია ცდილობს საქართველოს წინააღმდეგ ინსტრუმენტების გამოყენებას, რათა აქ პოლიტიკური ხელისუფლება შეცვალოს, ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობა. IPP-ის როცა საუბრობთ, ფაქტია, რომ და ახლახან კიდევაც ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობა იმყოფებოდა საზღვარგარეთ, სადაც მათთანაც ჰქონდათ შეხვედრები და დიდი ალბათობით მათი მონაწილეობით არის ამგვარი წერილი და მიმართვა შედგენილი. შესაბამისად, თუ კი ეს წერილი არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობა, გამოდის, რომ ნაციონალური მოძრაობის და ის ხალხი, ვინც ამას ჩართული იყვნენ, NGO-ები მათ შორის, რომელიც თავს იწონებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ, არის საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში დახმარება. მათ შორის ეს ეხება GeoCase-ის ამ თანამშრომლებს, ვინც ამაში არიან ჩართულები, ყველა ჩართულია საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში. მათ შორის ბატონი ყიფიანის მონაწილეობით, როდესაც ასეთი დეზინფორმაციულ ნარატივს ქმნი ხელოვნურად, ავრცელებ ხელოვნურად და აძლევს საბაბს უცხო ძალებს, რომ შენი დეზინფორმაციული ნარატივის დაყრდნობით საქართველოს წინააღმდეგ თუნდაც წერილები წეროს და ასე თქვა, ცუდი პრესა შეუქმნას საქართველოს, ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობა თავისი პოლიტიკური დატვირთვით. არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ თუ დავაკვირდებით მიღებულ რეზოლუციებს, გაკეთებულ განცხადებებს, არანაირი სიმართლის ნაბრძალი არ არსებობს. მთავარი მიზანი არის, რომ ხელი შეუწყოს, დაახალისოს ამ ძალადობრივ ჯგუფებს, მოძალადეებს და საქართველოსთან მიმართებით ყოველთვის გაავრცელოს არასწორი ინფორმაცია, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე და სიცრუეზე. ევროპის სახალხო პარტიის წერილის შინაარსი, ისევე როგორც მათი განცხადებები არ უკვირთ სახელისუფლებო პარტიაში, ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ IPP-ის მთავარი ინტერესი არის არა საქართველოს ინტერესების დაცვა, არამედ მათი ინტერესის გამტარებელი ძალებით ჩანაცვლება არსებული ხელისუფლების. მადლობა, კეთი, თქვენ უსმენდით კეთი ზანტარაიას.
ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებული ავაზაკური რეკეტი არის უპრეცედენტო და პოლიტიკური დევნისთვის ფინანსური ბერკეტების გამოყენების კლასიკური მაგალითი. ქართული ოცნების დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს. წერილში თეიმურაზ წიქვაძე 24 ნოემბერს ლონდონში ჩანიშნულ სასამართლო პროცესს ეხმიანება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ ბერმუდაზე წარმოებული სამართლებრივი დავის ბოლო ინსტანცია, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს. ადვოკატის წერილს პოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შანტაჟზე, პოლიტიკურ დევნასა და დიპსტეითის გავლენებზე საუბრობენ მმართველ გუნდში. უფრო ვრცლად რა პოლიტიკური განცხადებები კეთდება თემაზე, ამას ლელა ჯავახიშვილი გაგვაცნობს. ლელა, ეთერში ხარ. ავაზაკური რეკეტი ყველაზე ზუსტი შეფასებაა იმ პოლიტიკური შანტაჟის, რომელსაც არაფორმალური ძალები უკვე წლებია ივანიშვილის წინააღმდეგ ახორციელებენ. ასე ეხმაურება სახელმწიფო გუნდი ადვოკატის წერილს, სადაც საუბარია იმაზე, რომ დავა თავისი შინაარსით არის უპრეცედენტო, რადგან ის წარმოადგენს პოლიტიკური დევნისთვის ფინანსური ბერკეტების გამოყენების კლასიკურ მაგალითს. მთავარი მიზეზი კი როგორც განმარტავენ არის ეროვნული ინტერესები, რომლის დაცვაც მმართველი გუნდის თქმით ივანიშვილს ვერ აპატიეს და პროცესში სპეცსამსახურებმა მთლიანად ჩამოშალეს შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯი, ვინაიდან ქართული ოცნების დამფუძნებლის მხრიდან ორ ინსტანციაში მოგებული დავის მიუხედავად მას არ აქვს წვდომა საკუთარ ფინანსებზე და თუ კი ივანიშვილის შემთხვევაში მათივე განცხადებით ასახელებენ საბაბად ამერიკულ სანქციებს, ვერაფერს ამბობენ იმაზე, თუ რატომ არ აქვთ წვდომა და რატომ აქვთ დაყადაღებული თანხები მისი ოჯახის წევრებს. ზუსტად ავაზაკურ რეკეტთან გვაქვს ჩვენ საქმე, რასაც ვაკვირდებით აი ამდენი წლის განმავლობაში, მათ შორის ამ პროცესის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ფაქტია, იმდენად გავლენებს ექვემდებარება სხვადასხვა ინსტიტუტი სხვადასხვა ქვეყანაში, რომ შეუძლიათ პირდაპირ ხელით მართონ ესა თუ ის საკითხი, ვის კონდეს დაშვება საკუთარ ანგარიშზე, ვისი ანგარიშიდან რა თანხა მოხსნან და ყაჩაღურად მიისაკუთრონ და ასე შემდეგ. ანუ ხელის გულზედებს სინამდვილეში, რომ ეს არის ჩვეულებრივი ავაზაკური რეკეტი, რომლის მიზანიც არის ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე იმისთვის, რომ მან საკუთარი პოლიტიკური გავლენები გამოიყენოს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ და ამ ცდილობებს ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებოდით. მათ შორის მაშინ, როდესაც ის პოლიტიკიდან დისტანცირებული იყო, გახსოვთ ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ელჩი, როგორ დაჟინებით ცდილობდა პოლიტიკაში არ მყოფ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას და საბოლოო ჯამში ზუსტად ესეც მიანიშნებს იმაზე, თუ რა ძალები არის ჩართული ამ პროცესზე გავლენის მოსახდენად. სინგაპური, ბერმუდა და ახლა უკვე ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლო სწორედ მესამე უმაღლესმა ინსტანციამ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, თუმცა ადვოკატს არ აქვს მოლოდინი, რომ ამ შემთხვევაშიც გამარჯვების მიუხედავად ბიძინა ივანიშვილს მისცემენ საკუთარ ანგარიშებზე წვდომის საშუალებას. მმართველი გუნდის თქმით, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საბანკო სისტემა სპეცსამსახურების იგივე დიპსტეითის მითითებების შემსრულებელია. სამართლებრივი გამარჯვების მიუხედავად, რომ ივანიშვილს არ ექნება საკუთარი ანგარიშების განკარგვის უფლება პოლიტიკური მიზეზებით, ამას ოპოზიციაშიც აღიარებენ. დიდი შანსია, რომ ბრიტანეთში სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად ივანიშვილმა მაინც ვერ შეძლოს ამ 607 მილიონის დაბრუნება, რატომ? იმიტომ რომ როგორც სანქცირებული პირი შესაძლოა სასამართლო მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ამ თანხის მიკუთვნება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ და ბრიტანეთის მიერ შესწავლის ქვეშ მყოფ პირს არ მიეკუთვნოს. არაფორმალური მმართველები, რომელიც მართავენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს და აქვთ იმის სურვილი, რომ მთელი მსოფლიო მათ მართონ. რა თქმა უნდა, აღნიშნული შანტაჟი გრძელდება ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიმართ. მთავარი შანტაჟის მიზანი იყო ქვეყნის ინტერესების დათმობა. მან დაიკავა პრინციპული პოზიცია, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესებს, ამ ქვეყნის მომავალს. რა თქმა უნდა, აქ რაიმე სხვა საკითხზე საუბარი ზედმეტია. ყველა სასამართლო პროცესი, სხვა დავები რაც იყო, ყველა ინსტანციაში მოგებულია, მაგრამ თანხის დაბრუნება არ მოხდა. ალბათ, დიდი ალბათობით, იგივე დამოკიდებულება იქნება აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით. სასამართლო წარმატებით დასრულდება
მაგრამ არ მოხდება ასრულება. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ნება, გადაწყვეტილება, ასრულებენ არაფორმალური მმართველების დავალებას, მითითებას და მგონი ყველაფერი ცხადია, არანაირი კითხვა არ ჩნდება. კრედიტ სუისის გარდა ბიძინა ივანიშვილს არ აქვს ცნობა საკუთარ აქტივებზე იულიუს ბაიერშიც, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატის ინფორმაციით ამ შემთხვევაში არაფერ კავშირში არ არის ამ კონკრეტულ кейსთან ამერიკული სანქციები, რომელიც ქართული ოცნების დამფუძნებელს ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დაუწესეს. მადლობა ლელა, თქვენ უსმენდით ლელა ჯავახიშვილს. ქართული ოცნების დამფუძნებელისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა განცხადება გუშინ გავრცელა. თეიმურაზ წიქვაძე წერს, რომ დიდი ალბათობით ორი ინსტანციის შემდეგ გამარჯვება ამჯერადაც მათ მხარეს იქნება, თუმცა არ აქვთ იმედი, რომ აღნიშნული თანხების განკარგვის საშუალებას მისცემენ. ადვოკატი მიზეზად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდან წარმოებულ შანტაჟს და პოლიტიკურ დევნას ასახელებს. ჩვენ მიერ წარმოებული სამართლებრივი დავები 10 წელზე მეტი აგრძელდება. უნდა აღინიშნოს, რომ საქმე მისი შინაარსიდან გამომდინარე უპრეცედენტოდ მარტივია. ხელის გულზედებს მთელი სისტემის მხრიდან ერთი ადამიანის მიზანმიმართული დაყაჩაღების საქმე. ჩვენ მოვახერხეთ და სინგაპურში წარმოებული დავა გამარჯვებით დავასრულეთ. ასევე გავიმარჯვეთ ბერმუდაზე ორი ინსტანციის სასამართლოში და ახლა სწორედ მესამე და უმაღლესი ინსტანცია გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ამ საქმეზე. სასამართლო დავების პარალელურად ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა დროთა განმავლობაში ახალ მასშტაბებს და აბსურდულობის ახალ მწვერვალებს იპყრობდა. რაც საბოლოოდ დასრულდა იმით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა მას საქართველოში რუსული ინტერესების გატარების საბაბით. აშკარად იკვეთება, რომ არაფორმალურ მმართველებს, იგივე Deep States, აშკარად უჭირს სასამართლო სისტემისა და პროცესების გაკონტროლება, მით უმეტეს, როდესაც საქმეში იოტისოდენა კითხვის ნიშნები არ არსებობს, მაგრამ მათ ხელთ აქვს სხვა არაერთი ბერკედი, მათ შორის ჩემ მიერ ხსენებული სანქციები. გარდა იმისა, რომ ამერიკის წინა ადმინისტრაციიდან არავის აუხსნია კონკრეტულად რის გამო დააწესეს სანქცია, რა იყო ის რუსული ინტერესი, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა საქართველოში გაატარა, უსაფუძვლოდ, უმიზეზოდ დაწესებული სანქცია სწორედ იმ თანხაზე მიმართეს, რომლის შესახებ გადაწყვეტილება ლონდონში სწორედ 24 ნოემბერს გამოცხადდება. ეს არის ორიდან ერთ-ერთი მსხვილი აქტივი, რომელიც ბატონ ივანიშვილს უცხოეთში აქვს. სანქციების დაწესებამ იმ თანხაზე, რომელიც ჩემს მარწმუნებელს ჯერ საბოლოოდ სამართლებრივი გზით არ დაუბრუნებია, მარტივი მესიჯი იყო ჩვენთვის. შესაძლოა სასამართლო მოიგოთ, მაგრამ აქტივის დაბრუნების საკითხს მაინც ჩვენ გადავწყვეტ. არის კიდევ ერთი უფრო მეტად ცინიკური და თეთრი ძაფით ნაკერი საქმე. სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებად შვეიცარიაში, კერძოდ ბანკ ჯულიუს ბაიერში, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები არანაირ კავშირში არ არის ამ თანხებთან, ბანკმა ხულიგნურად გააჩერა როგორც ბატონი ივანიშვილის აქტივი, ასევე თანხაზე წვდომა შეუზღუდა მის მეუღლეს და შვილებს. და თუ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში შვეიცარიის ბანკი სრულიად აბსურდულად, მაგრამ მაინც საბაბად ამერიკულ სანქციებს იყენებს, ვერაფერს და არაფერს ამბობს იმაზე, თუ რატომ აქვს დაყადაღებული მეუღლის და შვილების თანხები. სპეცსამსახურები წინა ადმინისტრაციის ხელით ბატონი ივანიშვილის მეუღლეს და შვილებს რუსული ინტერესების გატარებისთვის ვერ დაასანქცირებდნენ, რადგან ეს Deep State-ისთვისაც კი გადამლაშება იქნებოდა, თუმცა სადაც ფორმალური მიზეზების მოძებნა უჭირთ, უხეშ, ყაჩაღურ მეთოდებზე გადადიან. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაცია უქმდება. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მიზანი ეროვნული ინტერესების დაცვა. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ ინიციატივის მნიშვნელობას და ნაციონალური მოძრაობის ბრალეულობაზე საუბრობენ. ოპოზიცია კი ცვლილებებს სკეპტიკურად უყურებს. თემაზე ვრცლად მირიან გორგოძე ისაუბრებს, ის შემოერთდება ახლა კურიერის ეთერს. მირიან, გისმენთ. საუბარი არის ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეულისა და ასევე ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილებაზე. ამ გადაწყვეტილების ინიციატორი არის მართველი გუნდი, რომლის ლიდერები იხსენებენ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს და ამ ძალის მიერ ჩადენილ დანაშაულებათა ჯაჭვს, რომლებმაც საბოლოოდ, როგორც ქართული ოცნების დეპუტატები საუბრობენ, ქვეყანა 2008 წლის ომამდე
და ტერიტორიების დაკარგვამდე მიიყვანა. დღეს ამ საკითხზე კიდევ ერთხელ ისაუბრა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გაიხსენა 2006 წელი, როდესაც ნაციონალური მოძრაობის ორგანიზები ცხინვალის რეგიონში არაკონსტიტუციურად ჩატარდა არჩევნები, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა და ამ ნაბიჯით, როგორც შალვა პაპუაშვილმა დღეს ბრიფინგზე ისაუბრა, იმჟამინდელმა ხელისუფლებამ სეპარატისტულ პროცესებს ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა, რაც ქართული ოცნებისთვის სახელმწიფო ინტერესების ღალატად ფასდება. ამის შემდეგ კი უკვე 2007 წელს დაფუძნდა დროებითი ადმინისტრაცია, რაც თავის მხრივ არაკონსტიტუციურად არჩეული ალტერნატიული მთავრობის ბაზაზე ჩამოყალიბდა და ამ გადაწყვეტილებებით აღდგა 1990 წელს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრები, რაც თავის მხრივ გახდა ერთ-ერთ ხელშემწყობ გარემოებად 2008 წელს რუსული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ისტორიული რეგიონის სამაჩაბლოს ოკუპაციისთვის. 2006-ში ჩატარდა უკანონო ანტიკონსტიტუციური სეპარატისტული არჩევნები სააკაშვილის რეჟიმის ორგანიზების და ხელშეწყობით. 2007-ში ამ არჩევნების საფუძველზე შეიქმნა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ადმინისტრაცია. 2007 წელსვე აღდგა 1990 წლის ადმინისტრაციული საზღვრები. ამით შექმნეს ყველანაირი წინაპირობა მათ შორის სამართლებრივი მხრივ, იმით რომ ადმინისტრაციულ საზღვრები აღადგინეს და მეორე შექმნეს ის ესკალაციური გარემო, რამაც მიგვიყვანა 2008 წლის ომამდე. მათ შორის ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაციის და რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების სახით. აი ეს მოიტანა აი ამ ქარაფშუტულმა ქცევამ ნაციონალური მოძრაობის კოკოიტი ფანდარასტით რომ დადიოდნენ და სიმღერით და დოლით რო ეგონათ რომ ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენენ და ეს ხალხი დღეს კიდევ რო პოლიტიკაში არის, აი ესე ქარაფშუტობით ქვეყანა რო ომში შეიყვანეს, ეს არის იმის დასტური თუ რასთან ქონდა ჩვენ საქმე სააკაშვილის რეჟიმის სახით. ოპოზიციაში კი მართული გუნდის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ. მაგალითად, პარტია გახარია საქართველოს წევრები ფიქრობენ, რომ თავის დროზე დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნა მართალია შეცდომა იყო, თუმცა დღეს ქართული ოცნების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ დროებითი ადმინისტრაციული ერთეული გაუქმდეს შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სწორად არ მიაჩნიათ ამ პარტიის წარმომადგენლებს. ოცნებაში კი კიდევ ერთხელ საუბრობენ წლების წინ განხორციელებულ არაკონსტიტუციურ ქმედებებზე და ყურადღებას ამახვილებენ შემდეგ ფაქტზე, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება და მართველი გუნდი აქტიურად მუშაობს არაღიარების პოლიტიკაზე და როგორც მართველი გუნდის ლიდერები აცხადებენ, ნაციონალური მოძრაობის მიერ დამკვიდრებული ტერმინი სამხრეთ ოსეთის თუნდაც ირიბი გამოყენება არის ეროვნული ინტერესების ღალატი, რადგან ქართულ პოლიტიკურ თუ სამართლებრივ სივრცეში მსგავსი ტერმინი არ უნდა არსებობდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც მოხდა უშუალოდ მისი თავის დროზე დამტკიცება, რა თქმა უნდა იყო შეცდომა, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკური ემოცემულობის, დღევანდელი პოლიტიკური პროცესების გაანალიზების მხრივ ჩვენ ვაფასებთ კონკრეტულ რისკებს, ვჯელობთ ამ კონკრეტულ საკითხზე და რა თქმა უნდა მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ამ კონკრეტულ ადმინისტრაციას შეუცვლით სახელს იმ ფორმით, რა სახელითაც არის მაგალითად დღეს წარმოდგენილი და მაგალითად დავარქმევდით სამაჩაბლოს, ვინაიდან დღეს დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობაში ამას აქვს განსაკუთრებით სიმბოლური მნიშვნელობა. ესეც რა თქმა უნდა გარედან თავსმოხვეული თემა იყო. არანაირი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს სამაჩაბლო, რომელიც არის საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების სამწუხაროდ დღეს რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ეს არის მოცემულობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს. ახლა როდესაც საუბრობთ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ დროებით ადმინისტრაციულ ერთეულზე, ასევე აღსანიშნავია, რომ ფუნქციონირებას განაგრძობენ ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები, რომლებიც კონსტიტუციურად სწორედ 2006 წელს აირჩიეს. მადლობა მირიან, თქვენ უსმენთ მირიან გორგოძეს.
საარჩევნო კოდექსში შესეტან ცვლილებებზე მსჯელობა საპარლამენტო კომიტეტებში გრძელდება. საკითხი დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე განიხილება. ერთ-ერთი ცვლილება უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობის წესს ეხება. ახალი რედაქციის მიხედვით საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება. მართველი გუნდი საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებაზე, გარეჩარევის შეზღუდვასა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაზე საუბრობს. ემიგრანტებისთვის ხმის წართმევა დაფასებენ სიახლეს ოპოზიციაში. პარლამენტიდან გვერდება მარიამ კოპალეიშვილი. მარიამ, ეთერში ხარ. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილება არაერთ კონკრეტულ მიმართულებას აერთიანებს და ერთ-ერთი ნაწილი ეხება სწორედ ემიგრანტების ჩართულობას საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის პროცესში. ცვლილებები მოქმედ რედაქციას განასხვავებს იმისგან, რომ ამის შემდეგ უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მოქალაქეს ხმის მიცემა შეიძლება მხოლოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო უბნები უცხო ქვეყანაში აღარ გაიხსნება. ამ ცვლილებებს სკეპტიკურად აფასებენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, მართველი გუნდის ოპონენტები რისკებს ხედავენ იმ ნაწილში, რომ შესაძლოა ამით ემიგრანტის ხმა არჩევნების პროცესში დაიკარგოს. როცნების მიერ დაინიცირებული ეს საკანონმდებლო პაკეტი პირდაპირ ართმევს მათ კონსტიტუციურ უფლებას მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. შესაბამისად, ის საკითხები, როდესაც ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს რომ ჩამოვიდნენ ეს ადამიანები და ადგილზე მისცენ ხმა, დამერწმუნეთ ეს ადამიანები აქედან არ გაქცევიან კარგ ცხოვრებას. შესაბამისად, ხელისუფლება უნდა ცდილობდეს მაქსიმალურად მეტი გარანტია, მეტი პირობები შეუქმნას ემიგრანტებს ადგილზე, სადაც ისინი მოხებიან მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო პროცესებში. მათ ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ კონსტიტუციურ უფლებასაც ართმევენ ხმის მიცემის სახით, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ცვლილებები საარჩევნო კოდექსში არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ უკანონობით და მავნებლობით, რეალურად, ოფიციალურად საკანონმდებლო დონეზე აუქმებს საარჩევნო უფლებას საქართველოს მოქალაქისთვის, არა მხოლოდ მათთვის, ვინც ემიგრაციაშია, არამედ მათ შორის მათთვისაც, ვინც ჯერ კიდევ საქართველოსშია. ცვლილებების მიღების მოტივაციაზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განმარტებით, უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოქალაქეები იმყოფებიან უცხო იურისდიქციის ქვეშ, შესაბამისად ქართული სახელმწიფო ეფექტიანად ვერ ახერხებს მათ დაცვას უცხო ქვეყნის გავლენისგან და ზეწოლისგან, რაც მოყვება ხოლმე ხშირ შემთხვევაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს. როგორც პარლამენტის სპიკერი ამბობს, ხშირ შემთხვევაში წლებთან ერთად იზრდება უცხო ქვეყნის ჩარევა სხვადასხვა ქვეყნის არჩევნების მიმდინარეობის პროცესში და ამის მაგალითი აქვს საქართველოსაც, მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. შალვა პაპუაშვილი საუბრობს კონკრეტულ მაგალითებზე. მაგალითად, ერთ-ერთი არის მიხაილ როთის ვიდეო მიმართვა, რომლის დროსაც მან საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ჩვენთან მედიასთან კომენტარის დროს, სადაც როთი ამ შემთხვევაში ახორციელებს ამომრჩეველზე ზეწოლას შალვა პაპუაშვილის თქმით და მათ მობილიზებას საპარლამენტო არჩევნების დროს. შალვა პაპუაშვილის განცხადებითვე ხშირ შემთხვევაში ხდება ცალკეული დიასპორის წარმომადგენლებისგან და ზოგჯერ კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აქტივისტებისგან ის, რომ მაგალითად დგება ეგრეთ წოდებული შავი სია, რაზეც აქცენტს აკეთებს პარლამენტის სპიკერი, რომელიც შემდეგ უკვე კონკრეტული ქვეყნის მთავრობებს გადაეგზავნება იმ ელექტორატის ნაწილში, რომლებიც მხარს უჭერენ ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას საპარლამენტო არჩევნების დროს. ყველა ამ ზეწოლის თავიდან ასაცილებლად პარლამენტის სპიკერი ამბობს, რომ შემოთავაზებულ ცვლილებებს აქვს პრევენციული ხასიათი, რათა უცხო ქვეყნის სამიზნე არ გახდეს ამ შემთხვევაში ქართველი, რომელიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობს. ჩვენ თქვით მიზეზები და ერთ მიზეზს გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას, როდესაც საუბრობთ, რომ საზღვარგარეთ ყოფი ჩვენი მოქალაქეები იმყოფებიან უცხო იურისდიქციაში, სადაც საქართველოს სახელმწიფო მათ ვერ იცავს. მათ შორის ვერ იცავს მათ ან შეზღუდული აქვს დაცვის შესაძლებლობა, მათ შორის საარჩევნო უფლების მხრივ. და ჩვენ თქვით კიდევაც, რომ ნახეთ, რომ ერთი რომ სულ უფრო მეტად და მეტად იმატებს მსოფლიოში სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევის ფაქტები, ამაზე საუბრობენ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში, რომ ერევიან მათ არჩევნებში. და ამაზე რა თქვა, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვნახეთ 2022 წელს, როდესაც ჩვენ არჩევნებში უხეშად პირდაპირ ევროკავშირის წარმომადგენლები, ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები ჩაერიან იმისთვის, რომ დაედოთ მათთვის სასურველი საარჩევნო შედეგი.
არაფერს არ მოერიდნენ, პირდაპირ მათ შორის ევროკავშირის ელჩი ჩაერთო ქართული ოცნების წინააღმდეგ კამპანიაში, აგერ აქ მიტინგებს მართავდნენ მინისტრები უცხო ქვეყნების, ჩვენ ახლა როგორ ვანდოთ მათ, რომ მათ ქვეყანაში ჩვენს მოქალაქეებზე არ ექნება ზეწოლა, გავლენა იმისთვის, რომ მათთვის სასურველი საარჩევნო შედეგი დადგეს. ჩვენ ნახეთ ფაქტები ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, სხვა ქვეყნებში, სადაც დიასპორისვე წარმომადგენლები ემუქრებოდნენ მათ, ვინც ქართული ოცნების მხარდამჭერი იყო, ემუქრებოდნენ, რომ ისინი მათ ჩაუშვებდნენ სახელმწიფო დეპარტამენტში თუ სხვა უწყებებში, ევროკავშირის სხვა ქვეყანაში, რომ მათი დეპორტაციისთვის ცვლილებების შესახებ პარლამენტში სამმა კომიტეტმა უკვე იმსჯელა, დღეს უკვე საკითხის განხილვა მიმდინარეობდა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ფარგლებში, ხოლო საკომიტეტო განხილვების შემდეგ საკითხი სესიაზე გადაინაცვლებს. მადლობა მარიამ, პარლამენტიდან გვერდებოდა მარიამ კოპალეიშვილი. კანონთან კონფლიქტში მყოფ 14 წლამდე პირებთან მიმართებით სპეციალურ კანონზე მუშაობას იწყებენ კანონმდებლები. საკითხს დღეს ორ კომიტეტზე განიხილავენ. მმართველი გუნდის განმარტებით მოქმედი კოდექსი დანაშაულის ჩადენის მიუხედავად არასრულწლოვანის დაკავების უფლებას არ იძლევა და საჭირო გახდა ამ მიმართულებით ცვლილებები. კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ სიახლე ემსახურება არა არასრულწლოვანების დასჯას, არამედ მათზე ზრუნვასა და მხარდაჭერას. მათ ასევე მოჰყავთ ინიციატივის გერმანული ანალოგი. ცვლილებებს კრიტიკულად აფასებენ ოპოზიციაში. გამოწვევა სახეზე არის. არიან არასრულწლოვნები, რომელსაც რამდენიმე ათეული ამგვარი დანაშაული ჩადენილი აქვს და გამომდინარე იქიდან, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დგება 14 წლის ასაკამდე, შესაბამისად დაუსჯელად ხდება ერთის მხრივ მოქალაქეების თუ სხვადასხვა ბიზნესის წინააღმდეგ მიმართული ესეთი ქმედებები. სავარაუდოდ ეს არის დასული ადამიანებისგან წაქეზებით და რა თქმა უნდა ეს მეორე განზომილება, რომელზეც ასევე მუშაობენ სამართალდამცავი ორგანოები, რომ ასეთი ორგანიზება და წაქეზება არ ხდებოდეს. ავირჩიეთ ყველაზე გამოცდილი ვერსია, გერმანული ვერსია მიდგომისა, რომელიც გულისხმობს, რომ 14 წლის ასაკამდე მოზარდებს რაც შეეხებათ, მათი არა დასჯა, არა სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა მოხდეს, არამედ უნდა მოხდეს მათი ქცევის გამოსწორება და ზრუნველობის პროგრამების მეშვეობით მათი დაბრუნება სოციალურად გამართულ ქმედებაში და კალაპოტში. კიდევ ერთი თემა, რომელსაც დღესვე დეპუტატები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის. ჯარიმების გაზრდა. საკანონმდებლო პაკეტის თანახმად ორმაგდება სანქცია სიჩქარის გადაჭარბებისთვის, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ავტომობილის მართვისას მობილური სარგებლობისთვის, ასევე ტროტუარზე ან ქვეითა გადასასვლელზე დგომა გაჩერებისთვის. თუ კი აქამდე ამ დარღვევებისთვის 50 ლარიანი სახდელი იყო, ის 100 ლარამდე გაიზრდება. ძალიან მაღალი არის სამწუხაროდ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილ პირთა თუ დაშავებულ პირთა რაოდენობა. ბუნებრივია ეს საჭიროებს შესაბამის რეაგირებას. აქ მნიშვნელოვანია, რომ იმ ნორმებს, რომლებიც პასუხს აგებენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე, ჰქონდეთ სათანადო პრევენციული ეფექტი. ეს კიდევ ერთხელ არის ორიენტირებული იმისკენ, რასაც ქვია საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება და ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა. ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართალდამცავი უწყებებს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ წარმატებულ ორმხრივ პარტნიორობას. საუბარი შეეხო ასევე რეგიონში სტაბილურობისა და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების მნიშვნელობას. დღესვე საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკაგელოძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა მოაწერეს. შეთანხმება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას, მათ შორის დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიმართულებით. თანამშრომლობის სფეროები მოიცავს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვას, კიბერდანაშაულს, ტრაფიკინგს, უკანონო მიგრაციას
მიგრაციასა და საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს. მხარებს შორის გაფორმებულ ფორმატში ორმხრივი შეხვედრაც გაიმართა. დღესვე ორი ქვეყნის მინისტრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. შესრულდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნები. ახალი გარემოებების საფუძველზე 2019 წლის 23 ივნისს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ-მკვლელობის ფაქტი გახსნილია. გამოძიებით დადგინდა, რომ სოფელ ერედაში მცხოვრებმა წარსულში ნასამართლეობა პირმა მეორე პირს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვის საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. დანაშაულის ჩამდენი პირი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში. ახალი ბრალი კი 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს პროკურატურასთან ერთად წარსულში მომხდარი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული გახსნეს. საქმეში გამოვლენილი ახალი გარემოებების საფუძველზე დადგინდა, რომ 1991 წელს დაბადებული გფ განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად გაუსწორდა მკ-ს თავისა და სახის არეში ბლაგვის საგნის გამოყენებით მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, რამაც მსხვერპლის სიკვდილი გამოიწვია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლის მეორე და მესამე ნაწილების ბ ქვეპუნქტით გფ-ს წარედგინა ბრალდება, რაც ითვალისწინებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. სამშვიდობო გეგმა, რომელიც დონალდ ტრამპმა უკრაინაში ომის დასრულებისთვის დაამტკიცა თეთრი სახლის განცხადებით, კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარისთვის კარგია. განცხადება სახლის პრეს-სპიკერმა გააკეთა. შემუშავებული სამშვიდობო დოკუმენტის მიხედვით, ამერიკა უკრაინას ტერიტორიების დათმობას თხოვს, სანაცვლოდ კიევსა და ევროპას უსაფრთხოების გარანტიებს სპირდება. კიევისთვის წაყენებულ პირობებს შორისაა დონეცკის ოლქის, მათ შორის უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიების დათმობა. ამერიკის მიერ ყირიმის და დონბასის რუსეთის ტერიტორია დაღიარება და ზაპოროჟიეში და ხერსონში ფრონტის ხაზის გაყიდვა. დონეცკის და ლუგანსკის დემილიტარიზება, ასევე უკრაინული არმიის განახევრება, კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების შეზღუდვა და უკრაინაში რუსულიანი სახელმწიფო ენა დაღიარება. Financial Times წერს, რომ უკრაინა გეგმას 27 ნოემბრამდე დაეთანხმოს, თეთრი სახლი კი ამ მიზნით უკრაინაზე ინტენსიურ ზეწოლას ახორციელებს. ვაშინგტონიდან გეგმის მიღებას ადასტურებენ კიევში. ვოლოდიმირ ზელენსკი კი აცხადებს, რომ საკითხზე ტრამპთან საუბარს ელოდება. უკრაინაში ომი გრძელდება. ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის მორიგი შეტევისას დაიღუპა 5 ადამიანი. უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით თავდასხმას მოჰყვა აფეთქება, დამწვარია საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა ტერნოპილში. ქალაქზე მიტანილ იერის 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. ხანძარი გაჩნდა ბრაზილიაში გაეროს კლიმატის კონფერენციაზე. შემთხვევის გამო შენობიდან მონაწილეებს დაუყოვნებლივი ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანძრის გამოწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, გაეროს კლიმატის ცვლილების 30-ე ყოველწლიური კონფერენცია ბელემში იმართება. მოლაპარაკებებს 1000-ობით მონაწილე ჰყავს. სამგორის რაიონში უძოს ქუჩაზე ფერდის გამაგრების სამუშაოები დედაქალაქის მერმა ადგილზე დაათვალიერა. პროექტის მიხედვით 5100 კვადრატული მეტრის ფართობზე მიმდინარეობს სპეციალური დამცავი ბადეების მონტაჟი, რაც ფერდის სტაბილურობასა და ადგილობრივი მაცხოვრებლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 421.000 ლარი გამოიყო. სამგორის რაიონში უძოს ქუჩაზე ეწყობა 5000 კვადრატულ მეტრზე გრუნტის დამჭერი კედელი. ამთას პრობლემა შეექმნა წინა წლის უხვი ნალექის შედეგად, რის შემდეგაც ჩატარდა კვლევები, შედგა პროექტი. აღნიშნული ფერდი წარმოადგენდა საფრთხეს ფერდის ქვემოთ მცხოვრები ოჯახებისთვის და ასევე ზემოთ მცხოვრები ადამიანებისთვისაც. დაიწყეთ გამაგრებითი სამუშაოები. ხდება აღნიშნული ფერდის დატერასება, რაც მთლიანად მოხსნის საფრთხეს, გამაგრებითი სამუშაოები. დეკემბერში უნდა დავასრულოთ მთლიანად პროექტის განხორციელება და აღნიშნული მონაკვეთი იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო.
დიდგორი 2025-ის ფარგლებში 201 ბატალიონის რეზერვის პირადმა შემადგენლობამ თელავში საველე სწავლება გამართა. სიმულაციური სცენარის მიხედვით რეზერვისტებმა ჩასაფრების ოპერაცია შეასრულეს. დიდგორის სწავლებაში წელს პირველად ჩაერთო სამხედრო გაწევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო, რომელმაც იმიტირებული სცენარის მიხედვით სამობილიზაციო რეზერვთან დაკავშირებული ისეთი ღონისძიებები გაათამაშა, როგორიცაა რეზერვის შეტყობინება, გამოძახება და თავშეყრის პუნქტამდე მიყვანა. სწავლებაში მონაწილეობას იღებს მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 201 ბატალიონის რეზერვის პირადი შემადგენლობა. აღნიშნული სწავლება ემსახურება უწყებათშორის სწავლებას, რომელიც ახორციელებს და მთავარ მიზანს ისახავს იყოს კოორდინაცია. აღნიშნული სწავლება ჩატარდა დიდგორი 2025-ის ფარგლებში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩიკაგოში საერთაშორისო გამოფენაზე 6-მა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელ საკუთარი ნაწარმოების აგროსასურსათო პროდუქცია გააცნო. მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები. მწარმოებლებს საშუალება აქვთ დაამყარონ ახალი კონტაქტები და გაზარდონ საექსპერტო შესაძლებლობები. ამერიკაში უკვე მე-4 წელია, რაც ვიღებთ მონაწილეობას აღნიშნულ გამოფენაში. საინტერესო შედეგები გქონდა წინა წლებში, წელსაც ვფიქრობთ, რომ კარგი შედეგებით დაბრუნდება აღნიშნული გამოფენიდან ქართული კომპანიები. წელს წარმოდგენილია 6 კომპანია. მათი ჩიკაგოში ყოფნის მიზანია გაიზარდოს ქართული სასურსამმართველო პროდუქციის ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. სოფლის მეურნეობის სამინისტრო კომპანიებს ხარდაჭერას უწევს, რომ მიიღონ მონაწილეობა გამოფენაში, შესაბამისად ამერიკის ბაზარზე გაზარდონ თავიანთი გაყიდვები. პირველად ვნახე ქართული პროდუქციის ნაირსახეობა, წვენები, კონცენტრატები, ხილფაფები, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი საქმიანობისთვის, რადგან ჩვენ პროდუქციებს მსოფლიოს წამყვან კომპანიებს ვაწვდით. ქართველებს გაქვთ ბევრი შეთავაზება, განსაკუთრებით ხილის მიმართულებით და ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა თქვენთვის. კურიერი 12-ზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს 3 საათზე შევხვდებით. მანამდე კი ყველა სიახლეს გაეცანით რუსთავი 2.j-ზე.